იქ არც ერთი ეპისკოპოსი არ ანა მხოლოდ ერთადერთი ვისი მადლიერიც მე ვარ ეს არის მეუფე დევდური დღევანდელი მმართველი ეპარქიისა იმიტომ რომ მან გააგრძელა ის ფუძეზე მშენებლობა ეპარქიისა რომლის საფუძველიც იქ ჩვენ ჩავყავთ ქართულ ხოდა ერთხელ საფარაში ჩამოინგრა გზა ხოდა როცა დაურეკეს საგზაო სუფროს რომ გზა ჩამოინგრა იქ და მიხედა იმას დროზე ეს საგზაო სუფროსმა წაიყვანა ტექნიკა წავიდა ამ დროს მე ვარ რაიონში პრეფექტი მღვდელია ხოდა ეს ხო კიდე სასწაული იყო ხოდა მეუფე მაშინ არ იყო ის სასულიერობი მორჩინი იყო ხოდა მე დიაკვანი მივიდა ეს რომ გააკეთა გზა მივიდა საფარაში და ეუბნება რომ აკარო ვინმე სასულიერო პირი თვარიო აიო საგზაო სუფროსი ვარო გავაკეთე აღვადგინე გზა და რაღაცა მინდა უთხრა თურმე უნდა უთხრას რომ ამათევდორეს შეატყობინეთ რომ აღვადგინე გზა რომ ისი დამსახურება ჩამეწერა მე ხოდა უთქვია რომ აქ არავინ არ არის ერთი მარტო მამათევდორიო იმ კაცო რომ მეიგონა მამათევდორია გაეხადა და უთხრა აგერა ვარ უცდიო და უთხარიო რომ თამაზია მოსული ბედაშვილი და გელოდება მივიდა ერთევდორე და ეხლა იმან ვერ იცნობს მე არ ვიყავი უთხრა რომ ითხრა და აგვიანდება ვისო და მამათევდორეს მე ვარ მამათევდორე შენ ხარ მამათევდორე უთხრა არა მე ვარ პრეფექტი ისო დიდი მამათევდორეა მე პატარა მამათევდორე ვარ არა მე თქვენ გეტყვით და მეუფესაც თუ გაეგონება იცოდეს იმა რომ ის არის დიდი თევდორე და მე ვარ ის რაც ვიყავი მე ვარ პატარა თევდორე აი მეუფე ისე კარგად მოუარა დღესდღეობით მონასტრებსა და ეკლესიებს რომ აქ პრობლემები მაგრამ კარგი კაცი იმიტომ არც ეციკ ის არ გაუკეთებია ვინც კი გააგზავნეს გარდა მაგისა ხოდა უნდა ახედეთ თქვენ ოდესმე და ნახოთ მიტოვებული საქართველო ძველი საქართველო და საქართველო თუ ქვია ქვეყანას იქიდან ქვია და კიდე დაკარგული იმის იქითაც რამდენი გვაქვს ერთმანეთს